ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ისევ საღამო მშვიდობისას გეუბნებათ ლუკა და ისევ შოუ ბიზნესურ ამბებს გაგაცნობთ ლაილაისთან ერთად. ნახოთ რითი იყო საინტერესო 4 დეკემბერი მსოფლიო შოუ ბიზნესისათვის. თავდაპირველად ქართულ ამბებს გავაცნობთ. შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. ლელა წურწუმიამ დაიწყო მუშაობა ახალ ვიდეოკლიპზე. ეს იქნება კლიპი სიმღერაზე თეთრი ქარავანი, რომლის რეჟისორიც გია ნიკოლაძეა. ინფორმატორი გადაღებებს დაესწრო და მოდით ერთად ნახოთ რა ხდება გადასაღებ მოედანზე. პირველად როდესაც შემომთავაზეს კლიპში თამაში მართალი გითხრათ ცოტა გამეცინა და რა თქმა უნდა ბევრი ვიცინეთ მაგრამ შემდეგ აი როცა ეძებდნენ ამ შახის კანდიდატურას და რო გაჯანჯდა და მე შემაპარეს რომ აი ბევრი ცოლებს დაგახურთო თავზეო იქო გაბანაებენო იმაში დავენ ამას იზავენო გონორარს გადაგიხდითო და ან ქევარ გაშოტილი აქ ისეთი შესაძლებლობები შემექნა, რომ ახლა რომ რაღაცა წავიბორძიკო, მაგრამ მეწყინება რა, მაგრამ სცენარი არის, როგორი დამოკიდებულება შეიძლება კონდეს ქალს კაცთან, იმ ქალს, რომელიც 365 წოლია. და შახი არის რაღაც იდუმალებით მოცული. ნახოთ ახლა როგორ გამოვხატავ, აზე არა ვარ, არ ვიცი რა, ჯერ თუ რაღაცას უნდა დავარწმო ხელი. როგორც ინფორმატორის გამოშვებებიდან იცით, დიზაინერი გვანცა ჯანაშია თავისი კოლექციის ჩვენებას აწყობს. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია მოეწყო. ეს ჩვენება არის გაკეთებული სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით. და რაც შეეხება სათაურს იგდრასილი, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური სიმბოლო სკანდინავიურ მითოლოგიაში. ეს არის ცხოვრების სიცოცხლის ხე. და ბევრი დატვირთვა აქვს სკანდინავიურ მითოლოგიაში ამ ხეს. ამის მიხედვით აეწყო კოლექცია. და დახვალშაში ანწახვალსად მიწვეულებაზე მუსიკალში მონიტორზე იქნება სხვადასხვა ჩვენება, ანუ ზოგი იქნება გასახდელი ოთახის პირდაპირი ჩართვა, შიგნით რა ხდება. არის დეტალები რეპეტიციის დროს გადაღებული, არის დეტალები მაკიაჟის და თმების ვარცხნილობის დროს გადაღებული და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ეს. სულ იქნება 60 მოდელი, მაქვს გამოყენებული ბეწვეული, ყავი, ფარჩა, მაქვს გამოყენებული ბარხატი, შიფონი. თემა იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის. პირველად მიხდებოდა ქართველი დიზაინერი, როცა ესე აქტიურად ხმარობს უცხო ქვეყნის ისტორიას და თანაც ეს სკანდინავიური თემატიკა იმდენად რთულია და მრავლისმეტყველი და გვანცასაც იმდენად ბევრი ხაზები ქონდა გამოყენებული, რომ ესე გადავწყვიტე, რომ ფეხსაცმელების კოლექცია საგანგებოდ გამეკეთებინა ამ შემთხვევაში და მე მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში, სადაც კოსტიუმი არის ცოტა ესეთი მოსაწყენი, ფეხსაცმელი შემოდის მთავარ თემად, სადაც კოსტიუმი დატვირთულია, ფეხსაცმელი უკანა პლანზე დგება და ნუ ისეა. მაგრამ სილუეტის გათვალისწინებით არის ყველა ხაზი დაცული იქაც. ყველასათვის კარგად ნაცნობი მომღერლის აგნესას ოჯახი მუსიკალური სალონის ფუნქციებსაც შეასრულებს. როგორც აგნესას დედამ გითხრა, სალონში გაიმართება სხვადასხვა მუსიკოსების საღამოები, მოეწყობა გამოფენები. ასე რომ ქალაქს კიდევ ერთი კულტურული კერა შეემატა. წარწერა, მეცალა. Как всегда, все хорошее это из прошлого. Было неоднократно сделаны музыкальные салоны в музыкальных семьях.
Ну, как известно, у меня дочь певица, и эта идея сразу же пришла. Глядя на такой зал, хочется, конечно, слышать музыку и почаще встречаться с друзьями. Но такой второй идеи, которой одновременно, чтобы выставлялись художники, такого, я думаю, что нигде не было. Периодически будут меняться и музыканты. Ко всему этому добавить вечер поэзии. Будут и такие вечера. საზოგადოება მდენად პოლიტიზირებულია და დაძაბულია, რომ ესეთი განმუხტვის ადგილები, რაც უფრო მეტი იქნება ჩემის თვალსაზრისით, მით უფრო უკეთესია. ძირითადი მოტივი აი ამ საღამოების არის ეს. აქ არის რამდენიმე მხატვარის ნამუშევრები, ეს ექსპოზიციები შეიძლება როგორც მონაწილეები, ასევე შეიძლება როგორც მხატვრების ნამუშევრები, ასევე მუსიკალური შემსრულებლებიც და პოეტებიც და ასე შემდეგ. ესე იგი, ვისაც ექნება სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა ახლობლებში ჯერჯერობით ესე იწყება, შემდეგ ალბათ გაფართოვდება ეს წრე და უფრო საინტერესო და შეიძლება უფრო კარგი იდეებიც დაიბადოს. ძირს დაუხრიათ თვალები ძეწნებს, ალბათ ამბორის წადიათ მიწის, გაზაფხულია გული გულს ეძებს და ისევ უცეცხლად იწვის. სამხატვრო გალერეა TMS-ში მხატვარ თემურ ჩხუტიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. უფრო დაწვრილებებით ამ გამოფენის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეითხოვთ. გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა მე ავტორს ვაფასებ როგორც ძალიან კარგ პედაგოგს. შეიძლება ეს გამოფენაზე უხერხულია ამის თქვა, მაგრამ ნამდვილად ამითი გამოირჩევა. და რაც შეეხება მის ნაწარმოებებს, მე ჩემი აზრით საკმაოდ მაღალი დონისაა და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის ის, რომ ჩანს აი დღემდე ძიება. ჩხუტიშვილი მართალი რო გითხრათ, მე პირველად ნახე ეხლა ასე მთლიანად გამოფენილი. ცალ-ცალკე მისი ნამუშევრები მე ხშირად მინახავს, მაგრამ მთლიანობა როცა მთლიანობაში ჩანს სახე მთლიანად ხატვრის, ეს სულ სხვა არის. სულ სხვა შტაბეჭდილება და მე რომ მეგონა, იმაზე გაცილებით უფრო კარგი მხატვარია დღეს როგორც ხედა. და ძალიან მომწონს ის, რომ ძალიან მრავალფეროვანია. თემო ჩხუტიშვილი გახლავთ აი არაჩვეულებრივად ტიპიური წარმომადგენელი ფარნაოზ ლაპიაშვილის სკოლის იმ ულამაზესი დაზგური ფერწერის მიმდევარი. ჩვენ და გასახარად უნდა ვთქვა, რომ ესა გახლავთ სწორედ ის ნამდვილი ფერწერა, ნამდვილი დაზგური ფერწერა, რომელიც წარმოადგენს დღეს საფასურს ქართული კულტურის, ქართული მხატვრობის და ქართული ფერწერის. აქ არის სულ რამოდენიმე პერიოდის ნამუშევრები, არის 92 წლის რამოდენიმე ნამუშევარი და ძირითადი მაინც არის ახალი ნამუშევრები. აქ ძალიან მკაცრად აირჩა ექსპოზიციისთვის, მოეხსენებათ მცოდნე ხალხს, რომ ექსპოზიცია თავის სპეციფიკას ატარებს და ამიტომ ძალიან მკაცრად აირჩა ნამუშევრები. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.